1010 წელი. დავითის მეფობა უკვე 21 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო თურქ-სელჩუკთაგან წელში გატეხილი ქვეყანა თავიდან დაეყენებინა ფეხზე. იგი მის მიერ შექმნილი სამეფო ლაშქრით იწყებს თურქთა ხელში მყოფ უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქების განთავისუფლებას. ხოლო ვიდრე ამ ჟამამდე ქალაქი ტიფლისი, რუსთავი და სამშვილდე თურქთა ჰქონდეს. მას ჟამსა გადავიდა მეფე იმერეთს და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელისა და მწიგნობარ თუხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე. თქვენ მოისმინეთ ნაწყვეტი საისტორიო სახის თხზულებიდან ცხოვრება მეფე დავითისა, სადაც საუბარია სამშვილდის თურქთაგან დახსნაზე. თუ ზემოთ მოყვანილ ცნობას კიდევ უფრო ჩაუღრმავდებით, რამოდენიმე საინტერესო გარემოებას აღმოვაჩენთ. პირველ რიგში ყურადს აღებია, რომ დავით მეოთხე აღმაშენებელი არათუ ქართლში სამშვილდის ციხე-ქალაქის მისადგომებთან, არამედ იმერეთში იმყოფება, ხოლო დიდებული თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი ციხეს კი არ იღებენ, არამედ როგორც მემატიანე წერს, მოიპარეს სიმარჯვით. ახლა შევეცდები დეტალურად აგიხსნათ ყველა ზემოთ ხსენებული გარემოება, რაც თავის მხრივ სრულ წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა გზით განთავისუფლდა და გადავიდა ქართველთა ხელში ლეგენდარული სამშვილდის ციხე-ქალაქი. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი, როგორც წინამდებარე სერიაში უკვე არაერთხელ გითხარით, გაშენებული იყო საკმაოდ რთულ რელიეფზე. მის საძირკველს წარმოადგენდა კლდოვანი პლატო ამოზიდული მდინარეების ხრამისა და ჭივჭავას შორის, რომელთა წყალობითაც ორივე მხრიდან ციცაბო ფერდების მქონე ღრმა ხევი იცავდა. ამ ყველაფერს კი ზევიდან კიდევ ემატებოდა ციხე-ქალაქზე შემორტყმული მტკიცე გალავანი. ასეთ საფორტიფიკაციო ნაგებობაში თითქმის 30 წელზე მეტხანს ყოფი თურქული გარნიზონი კი ყველანაირად მომზადებული იქნებოდა რამოდენიმე თვიანი ალყისთვისაც. აღმაშენებელი კარგად აცნობიერებდა ამ ყველაფერს და იცოდა, რომ ციხის აღება საკმაოდ დიდ დროსა და რესურსებს დააკარგინებდა. ამასთან ერთად დროში გაწელილი სამშვილდის ალყა ნიშნავდა სელჩუკთა დამხმარე ლაშქრის შემოსვლა საქართველოში, რაც კიდევ უფრო მეტ სისხლის ღვრას მოიტანდა. ამიტომაც დავითმა მიმართა მისთვის დამახასიათებელ ჭკვიანურ სტრატეგიას, რაც გახლდათ მოულოდნელობის ეფექტი. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, სამშვილდეში მყოფმა თურქებმა იცოდნენ, რომ ქართველთა მეფე მათ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაარტყავდა. ამიტომაც თანამედროვე სიტყვებით რომ თქვათ, მათი ჯაშუშები მუდმივად თვალს ადევნებდნენ დავითის გადაადგილებას. ამიტომაც მეფე შეგნებულად გასცილდა ქვემო ქართლს და გადავიდა დასავლეთ საქართველოში. ამან გამოიწვია სამშვილდეში მდგომი თურქების სიმშვიდე და დემობილიზაცია, რადგან მათ არ წარმოედგინათ უდავითოდ და ძირითადი ლაშქრის გარეშე ვინმეს გაებედა ციხე-ქალაქთან მოახლოება. მეფის ამ გენიალური ტაქტიკის სისრულეში მოყვანას ხელმძღვანელობდა პირველი ვეზირი ჭყონდიდელისა და მწიგნობარ თუხუცესის თანამდებობის დამკავებელი სამეფო კარზე გიორგი. იგი მისი დისშვილის, კლდეკარის მმართველის, თრიალეთის ერისთავ თევდორესთან ერთად დიდებულების აბულეთისა და ივანე ორბელის უშუალო ჩართულობით ელვისებური შეტევით იღებს სამშვილდის ციხე-ქალაქს, რასაც მემატიანე, როგორც უკვე ზევით გითხარით, სამშვილდის სიმარჯვით მოპარვას უწოდებს. გარდა ამ სამ სიტყვიანი წინადადებისა, აღმაშენებლის ისტორიკოსი სხვა მეც არაფერს წერს, რაც თავის მხრივ გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ეს დავითისეული ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია, რომელიც სისრულეში მოიყვანა მისმა უახლოესმა გარემოცვამ, შეგნებულად არის გასაიდუმლოებული. 1115 წელს რუსთავის ციხესაც დაახლოებით იგივე სცენარით ანთავისუფლებს ბაგრატიონი მონარქი თურქთაგან და ამ სტრატეგიას ის კიდევ რამოდენიმე ქართულ საფორტიფიკაციო ნაგებობასთან მიმართებაში იყენებს. ისტორიკოსსა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, რომ მემატიანის ძუნწის ტრიქონები პირდაპირ ემსახურებოდა ქართველი მსტოვრების საბრძოლო მოქმედებებისა და ხერხების საიდუმლო შენახვას, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა და არაფრით არ უნდა გამჟღავნებულიყო მტრისათვის. ასე ამგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-12 საუკუნის 10-იანი წლებიდან სამშვილდე დავით მეოთხე აღმაშენებლის წყალობით კვლავ უბრუნდება დედა სამშობლოს.
თუ ბაგრატ მეოთხეს მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში სომეხთა მეფეთაგან განთავისუფლებული სამშვილდე უშუალოდ პირადად եպყრა, მე-12 საუკუნეში დავითის მიერ შემოერთებული ციხე-ქალაქი კი დამსახურებების და გამო საკუთრებაში ჰქონდათ ქვემო ქართლის იმჟამინდელ დიდებულთა ოჯახის წარმომადგენლებს, ორბელებს. ამ ამბებიდან დაახლოებით 60 წლის შემდეგ, მე-12 საუკუნის მიწურულს, ერთიანი ცენტრალიზებული სამეფოს მონარქის, გიორგი მესამეს წინააღმდეგ იგეგმება შეთქმულება, რომლის მთავარ სულის ჩამდგმელებსაც სამშვილდის მფლობელ ორბელთა შთამომავლები წარმოადგენენ. აჯანყების მიზანი იყო ტახტიდან გადაეყენებინათ გიორგი და მისი ძმისშვილი დავით მეხუთის ძე დემნა უფლისწული გაემეფებინათ. ეს დაპირისპირება სამეფო კარსა და განდგომილ ფეოდალებს შორის მიმდინარეობდა 1777-1778 წლებში. საბოლოოდ კი, როდესაც გიორგი მსძლია მის ოპოზიციას, ორბელთა მფლობელობაში მყოფ სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად სამშვილდეც მის ხელში გადავიდა. გიორგიმ ამ მომენტიდან სამშვილდე ოფიციალურად სამეფო ოჯახს დაუმორჩილა და შესაბამისად აქაურობა კვლავაც ბაგრატიონთა ერთ-ერთ საცხოვრისად იქცა. მაგალითად, მე-13 საუკუნის ისტორიული თხზულება ისტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი გვამცნობს ასეთ რამეს და წარსულმან პატრიარქმან და დიდებულმან წამოიყვანეს სამშვილდით რუსუდან თანაგაზრდილთა თვისითა. ნაწყვეტი ეხება 1184 წლის მარტის თვის მოვლენებს, როდესაც გარდაცვლილი გიორგი სამგლოვიაროდ სამშვილდიდან მოდის მეფის და რუსუდანი, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის მთავარი ობიექტი იმ დროისათვის მონარქის დის რეზიდენციას წარმოადგენდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ისტორიულ წყაროში ხსენებული თანაგაზრდილი გახლავთ დავით სოსლანი, რომელიც რუსუდანთან ერთად სამშვილდეს ტოვებს მეფე გიორგისათვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. ამასობაში მივუახლოვდით მე-13 საუკუნის პირველ ნახევარს, როდესაც საქართველოში შემოდიან მონღოლები. მათი პირველი ლაშქრობებისას 1220-1221 წლებში ისინი სამშვილდის ციხე-ქალაქის სიახლოვეს ჩანან, მაგრამ როგორც მემატიანეთა ჩანაწერები გვამცნობს, მათ სამშვილდეზე შეტევა არ მიუტანიათ. ხოლო მოიწივნეს ვიდრე სამშვილდემდე და მიერ უკუნ იქციეს. ეს შემთხვევა აიხსნება იმით, რომ მონღოლთა ლაშქრობები საქართველოს ერთიან ფეოდალურ სამეფოში თავიდან უფრო დაზვერვით ხასიათს ატარებდა. ხოლო როდესაც მათი ურდუები ჩვენი ქვეყნისკენ მასიურად დაიძრა, სხვა ბევრ სტრატეგიულ ადგილთან ერთად სამშვილდის ციხე-ქალაქიც დაიპყრეს. ეს უნდა მომხდარიყო მე-13 საუკუნის 40-იან წლებში რუსუდანის მეფობისას და მოსცეს ყოველი საქართველო, თბილისი, სამშვილდე, რომელი პირველ ომითა აეღო იოსურ ნოინსა, თანახდომითა ავაგისათა. ასეთ რამეს ვკითხულობთ ჟამთა აღმწერლის ხელნაწერში. მასში ხსენებული იოსურ ნოინისა და მისი მონღოლი მებრძოლების თავგამოდება სამშვილდის ხელში ჩასაგდებად ბუნებრივია, მაგრამ ძალზედ საინტერესოა მათ ლაშქრობაში მონაწილეობა ვინმე ავაგისა. ეს უკანასკნელი გახლავთ ავაგ მხარგრძელი, ძე ივანე მხარგრძელისა და ათაბაგის თანამდებობის დამკავებელი სამეფო კარზე. თუ მამამისმა ივანე მხარგრძელმა ჯალალედინთან და მის ხვარაზმელებთან წინააღმდეგ ბრძოლისას გარნიში შალვა და ივანე ახალციხელთა მესხ წინამავლებს ძირითადი ლაშქარი არ მიაშველა და გაწირა მისი შვილი ავაგი მონღოლებს შეეკრა. ის მათ მხარდამხარ იბრძოდა იმ ციხე-ქალაქთა დასაპყრობად, რომელთა დაცვაც რეალურად თავად უნდა მოეხდინა. გეტყვით იმასაც, რომ მიუხედავად მონღოლთა მიერ სამშვილდის დაკავებისა, იგი მაინც ბაგრატიონ მეფეთა ხელში რჩებოდა და ისევე როგორც ქვეყანაში არსებულ სხვა დასახლებათა მსგავსად, მონღოლები აქედანაც ხარკის აკრეფას ჯერდებოდნენ. ვინც სერიათა ციკლს ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ წინამდებარე მე-13 და მე-14 სერია დმანისის ნაქალაქარზე. მე მასზე საუბრისას გიამბეთ დემეტრე თავდადებულის შვილზე, ვახტანგ მესამეზე, რომელიც მეფობდა მე-14 საუკუნის დასაწყისში. მას ჰყავდა ორი ძე, დემეტრე და გიორგი, რომელთაგან დიმიტრის დმანისი აქუნდა, ხოლო გიორგის სამშვილდე. ეს მოცემულობა თავის მხრივ ორ რამეზე მეტყველებს. პირველი, რომ მონღოლების ბატონობისას სამშვილდე კვლავაც ბაგრატიონთა ხელშია, ხოლო მეორე, ეგრეთ წოდებულ საუფლისწულო პროვინციების აღმოცენებაზე. მოკლედ რომ გითხრათ, ბაგრატიონთა ოჯახის ის წევრები,
რომელნიც არ წარმოადგენდნენ ტახტის პრეტენდენტებს, ისინი მათ საუფლო მამულებს აფართოვებდნენ და იწოდებოდნენ პროვინციის მეფეებად. ეს პროცესები ძირითადად მე-14 საუკუნიდან დაიწყო და მე-15 საუკუნის ბოლოსთვის საკმაოდ მასშტაბური სახეც მიიღო, რაც თავის მხრივ იწვევდა ცენტრალიზებული ხელისუფლების შესუსტებასაც, მთლიანობაში კი ერთიანი ფეოდალური საქართველოს მეფეთა დამცრობას ნიშნავდა. ამასობაში მივადექით ავბედით 1440 წელსაც. ამ თარიღში სამშვილდემ როგორც ქალაქმა შეიძლება ითქვას, რომ არსებობა შეწყვიტა. სიუჟეტის პირველი ნაწილი სწორედ ამ ამბის თხრობით დავიწყე და გითხარით, რომ ალექსანდრე დიდის მეფობის ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა ოღუზი თურქების გაერთიანება, ყარანყოინლუ, იგივე შავბატყნიანი თურქმანები. მათმა მეთაურმა ჯეჰან შაჰმა ლაშქრობის თარიღად შეარჩია 27 მარტი, აღდგომა დღე. მას ამოძრავებდა სურვილი ქრისტიანთა სისხლის დაღვრისა მათვისვე გამორჩეულ დღესასწაულზე. ამ გეგმის მიხედვით ჯერ სამშვილდე, შემდეგ კი თბილისი უნდა დაერბია. გეტყვით, რომ ჯეჰან შაჰმა ერთის მხრივ ვერ აისრულა წადილი, რადგან არათუ აღდგომას, არამედ ამ დღიდან კიდევ თვეზე მეტხანს ვერ შეძლო სამშვილდის ციხე ქალაქში შეღწევა. მაგრამ ის ისასტიკე, რაც შავბატყნიან თურქმანთა ბელადმა ციხის გატეხვის შემდეგ ჩაიდინა, ყოველგვარ საზღვრებს ცდება. სამშვილდის მაცხოვრებელთა თავს დატეხილ უბედურებაზე დეტალურად საუბრობს არაერთი ჩვენამდე მოღწეული სომხური წყარო. ყოველგვარი კომენტარის გარეშე მე წაგიკითხავთ ამ ცნობებიდან ამოღებულ ნაწყვეტთა ერთობლიობას, რომელიც გვამცნობს სამშვილდის როგორც დასახლების დაღუპვის შესახებ. ჯაჰანზაი მირზა, ყარა მაჰმადის ძის თურქმენ უსუფის ძე, დიდძალი ლაშქრით მაჰმადიანთა ურიცხვი მხედრობით მოვიდა ქართლში. 40 დღეს გარს ერტყნენ სამშვილდის ციხეს. შეავიწროვეს ციხეში მყოფნი ისე, რომ ბევრი მოკვდა ტანჯვით. ურჯულოებმა შეჰფიცეს ცხოველ ღმერთს, რომ ციხეში მყოფთ არაფერს ავნებდნენ. ისინი მიენდნენ მათ ცრუ ფიცს და გახსნეს ციხის კარები. ძვინვარე მხეცები უით შეცვიდნენ. მახვილი აღმართეს და დაიწყეს ხოცვა. ზოგი ხმლით დაკლეს, ზოგი ჩაქოლეს, ზოგი კეტებით დალეწეს, ზოგიერთებს თავები მოკვეთეს. მრავალი ყრმა დედებს ხელიდან გამოგლიჯეს და დედის თვალწინ ქვაზე დაახეთქეს. ბავშვები ტიროდნენ, მოთქვამდნენ, ურჯულონი კი ხარხარებდნენ. ბევრი ეკლესია დააქციეს. 9000-ზე მეტი ქრისტიანი კი ხელთ იგდეს და ერთმანეთში გაინაწილეს. მოხსენიებულ იქნან ქალაქ სამშვილდეში წამებული, დახოცილი მართლმორწმუნე, უბიწო სომეხი და ქართველი ქრისტიანები. სხვადასხვა ცნობებით 1400-დან 1600-მდე მოჭრილი თავისგან ჯეჰან შაჰის ბრძანებით სამშვილდის კარიბჭის წინ მინარეთი დაუდგიათ, ხოლო გადარჩენილთაგან 9000-მდე ტყვედ წაუსხიათ. აქ დატრიალებულ უბედურებათა შემდეგ სამშვილდე როგორც მასშტაბური ციხე ქალაქი აღარასდროს აღმდგარა. ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან ერთიანი ფეოდალური საქართველოს დაშლის შემდეგ აქ ჩნდებიან ქაჩიბაისძეთა ფეოდალური ოჯახის წარმომადგენელნი, რომელთაგანაც საფუძველი ედება ქვემო ქართლის მფლობელ ბარათაშვილთა გვარის წარმოშობას. გარკვეული პერიოდი სამშვილდე, სანამ ბარათიანთ დიდი ოჯახის გაყრა მოხდებოდა, მათ სამყოფსა და ქვემო ქართლის პოლიტიკურ ცენტრსაც კი წარმოადგენდა. მე-16 საუკუნის 60-იან, 70-იან წლებში სამშვილდეზე იერიში მიაქვთ ქართლში შემოჭრილ ოსმალებს და როგორც ქართლის ცხოვრება გვამცნობს, გარდა ციხის დაკავებისა, დამპყრობლებმა განსაკუთრებით მძიმედ დააზიანეს აწუყვე ნაქალაქარად ქცეულ სამშვილდეში მყოფი სიონის გუმბათოვანი ტაძარი. შემუსრნეს ეკლესია სიონი გუმბათიანი, ვინათგან მუნავნეს დიდი ოსმალთა. კიდევ მეტად აოხრდა აქაურობა სამშვილდეში დაბანაკებულ ოსმალებსა და ქართლის მეფე სიმონს შორის გამართული ბრძოლებისას. მართალია მე-16 საუკუნის 80-იანი წლებისთვის სიმონ ბაგრატიონმა როგორც დმანისიდან, ასევე სამშვილდიდანაც განდევნა თურქული გარნიზონი, მაგრამ ამ გაუთავებელი საომარი მოქმედებების შედეგად აქაურობამ ის იერსახეც კი დაკარგა, რაც 1440 წლის ჯეჰან შაჰის ლაშქრობებს სასწაულებრივად გადარჩენოდა. მომდევნო მე-17 და მე-18 საუკუნეები კი სამშვილდე მხოლოდ როგორც ციხე-სიმაგრე ისე გამოიყენებოდა. იგი მონაცვლეობით ხან რომელ წარჩინებულ ფეოდალს ეპყრა, ხანაც კი რომელს.
დღემდე მოღწეულ საისტორიო სახის ჩანაწერებში ჩვენი სიუჟეტის მთავარი ობიექტი, როგორც სტრატეგიული ნაგებობა, უკანასკნელად ჩანს მე-18 საუკუნის 40-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ქართლის მეფეა თეიმურაზ მეორე, ხოლო კახეთისა მისი შვილი ერეკლე მეორე. 1757 წელს, როდესაც თეიმურაზი ნადირ შაჰის ბრძანებით დაბარებულ იქნა ირანის სამეფო კარზე, მისივე გადაწყვეტილებით ქართლის პატრონობა დაევალა ერეკლესა და არჩილ ბაგრატიონებს. ვინც ჩემს სერიებს თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ, ხოლო ვინც არ იცით, გეტყვით, რომ არჩილი იყო რუსეთის სამეფოში გადახვეწილი ქართლის მეფის ვახტანგ მე-6-ის ძმის იესეს შვილი. არჩილმა ირანის მმართველ ნადირ შაჰის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მიიღო მაჰმადის ჯული და იწოდა აბდულა ბეგად. ამ უკანასკნელმა ისარგებლა თეიმურაზის ირანში გამგზავრებით, შეაკეთა სამშვილდის ციხე, გარს შემოიკრიბა ლეკთა რაზმები და ერეკლეს შეუთვალა, რომ ამ იერიდან ქართლი მისი იყო და აღარავის დაუთმობდა. აბდულა ბეგის აჯანყება, რომლის მიზანსაც ქართლის სამეფო ტახტზე გამაჰმადიანებული ბაგრატიონის ასვლა წარმოადგენდა, საბოლოოდ კრახით დასრულდა. მაგრამ სანამ ერეკლე მას დაამარცხებდა, მის მხარეზე მებრძოლმა და ქირავებულმა ლეკმა მეომრებმა ქნეს, რომ ისედაც დაცლილი და აუხრებული ქვემო ქართლის უმეტესი ტერიტორია კიდევ უფრო შავ დღეში ჩააგდეს. სამშვილდის ციხეში ჩაბუდებული ლეკები დროდადრო ტოვებდნენ საფორტიფიკაციო ნაგებობას, აუხრებდნენ მის მიმდებარე ტერიტორიებს, ხოლო ნაძარცვით კვლავ ციხესიმაგრეში ბრუნდებოდნენ. ერეკლესთან ნაგემი არაერთი მარცხის შემდეგ აბდულა ბეგიც დაშოშმინდა. მის გვერდში მყოფი გადარჩენილი მეომრები ჩამოსცილდნენ და სამშვილდის ციხეც დაცარიელდა. თავდაპირველად უბრალო დასახლება, შემდგომში ქალაქად ქცეული. საუკუნეთა განმავლობაში უმსხვილესი პუნქტი აღმოცენებული ორ მდინარეს შორის სამკუთხა კონცხზე. მტერთა მახვილს მრავალგზის გამკლავებული, ბოლოს მაინც თურქმანთა მიერ გატეხილი და მხოლოდღაც ციხესიმაგრედ შემორჩენილი. ეს ის გზა, რაც ანტიკურმა სამშვილდის ქალაქმა საუკუნეთა განმავლობაში განვლო. კლდოვან კუნძულზე, აწუկე ნაქალაქარად ქცეულ სამშვილდის დიდებულებასა და სიდიადეზე, ახლა მხოლოდ მიწიდან აქა-იქ ამოშვერილ ნაგებობათა ნაშთები გამეტყველებს. ასე ამგვარად დღევანდელი სერიაც სამშვილდის ნაქალაქარზე დასრულდა. მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო მამა დემეტრეს, როგორც ძველი ქართული გამოთქმაა, ძალა ერთობაშია და ესე ერთობლივად მამა დემეტრეს წყალობით შევძელით ღირსი გამختარიყავით ამ დიდებული ადგილის ხილვისა. დიდი მადლობა გიორგის და დიდი მადლობა ნატალიას, რომელთაც მოგწეს საშუალება ამ ისტორიული ნაქალაქარის გაცოცხლებისა და საზოგადოებისათვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისათვის. აუცილებლად უყურეთ გიორგის არხს. არ დაგავწყდეთ არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი ისტორიული ვიდეოები. მანამდე კი იზღა დაგვრჩენია დაგემშვიდობოთ მომდევნო სამშაბათამდე ტრადიციულად საღამოს 6 საათამდე. დროებით.